მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქართული ტვ-ის ერთგულო მაყურებლებო. ჩვენი პროექტი სახელწოდებით საქართველო გუშინ დღეს ხვალ, კარგია ესე თქვენ სენაშე. ჩვენთან არის სტუმრად საპატივცემლო ადამიანი, მეცნიერებათა დოქტორი ბატონი ფოფურიძე. ჩვენი ძმა და მეგობარი, ჩვენი თანაზრახველი პარტნიორი და ასე შემდეგ, ნოდარ ფოფურიძე და მადლობა ბატონო რომ მოგზადეთ. ჩვენ ერთად ვიყავით, ეს უნდა ვთქვა აუცილებლად. გუშინ წინ იყო 31 მარტი, რეფერენდუმის დღე, როგორც ასეთი და თან ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეც იყო ერთდროულად. და იქ გახდით, როგორც ასეთი, ეროვნული მოძრაობის რაღაც ნაწილი იყო, სამართლის სპეციალისტები, ექსპერტები იყო და ბატონი ნოდარიც გამოვიდა სიტყვით, შტამბეჭ დავიდა, მე მინდა გაგიზიაროთ ეს ყველაფერი და საერთოდ მოვლენებს შევხედოთ. ერთი-ორი სიტყვით ვიტყვი, ახლა მე კი ვილაპარაკე 31 მარტის რეფერენდუმის შესახებ და ერთი-ორი სიტყვით ვიტყვი, იმიტომ რომ თანამონაწილე ვარ ბუნებრივია, გუნდის წევრი ვიყავი, ვალე მაგედეს ჰელსინკის კავშირიდან და აქტიური მონაწილეობა მივიღე. რომელიც მართლა ახლა უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მას და განცხადდა და ჩემი ტერმინი არის ესეთი, რომ ასე ვთქვათ, აი დარულ დროთა კავშირი აღდგა ისტორიული, როგორც ასეთი 24 წელში რომ მოხდა ვანდალების მიერ, რუსების მიერ, ზუსტად გამსახურდია ესეთნაირად წაიყვანა და რეფერენდუმის მეშვეობით რომლის მარტივი შეკითხვა იყო, სულ თუ არა 1918 წლის 26 მაისის საფუძველზე დამოუკიდებლობა აღადგინა, კი თუ არა და უდიდესმა საქართველოს მოსახლეობამ ინტერნაციონალურმა სხვათა შორის მარტო ქართველები არ შედიოდნენ, ხმამისა ალბათ 92 თუ 11% იყო. და ეს ყველაფერი შემდგომ 9 აპრილით დაგვირგვინდა რა. და ესე თქვენ რო იცოდეთ, მე მგონი იცით, მაგრამ ამას ვიტყვი და მე გადმოვვალ პირდაპირ თქვენთან. ჩვენ შეგვეძლო ეს როგორც კონსტიტუციური უმრავლესობით გამარჯვებულ პარტიას დამოუკიდებლობა პარლამენტში აღგვედგინა რა, როგორც ეს ბალტიის პერიოდმა გააკეთა დაახლოებით. მაგრამ ზვიადი და დანარჩენი ეს გუნდი რისკზე წავიდა, შეიძლება ითქვა და რეფერენდუმზე გაიტანა. ხო, შეიძლება ეს ჩაშლილი იყო, ან წაგებო, ან ასე შემდეგ, ხო? გამოვიდა ისე, რომ საერთოდ მანდა ნიქსონიც რო ჩამოვიდა და რაღაც და თემა კაცობრიობა და მოწინავეებმა უდიდესი შეფასება მისცა. თუმცა, თქვენ როგორც ახლა ღრმად ჩახედული ადამიანია სფეროში, ეშმაკი დეტალებში იმალებაო, როგორც ასეთი და მინდა აი ამ მოვლენას შევხედოთ პრობლემის სახით, მომავლის სახით, როგორც ასეთი, დარეგულირების სახით თუ ხედვის სახით და აი მინდა აი ამ თემაზე თქვენ ახლა დიდი წვლილი გაქვთ ამაში აღებული და მინდა აი საზოგადოებას აი ეს ერთად გავიაროთ ეს რა თქმა უნდა შეკითხვებიც მექნება და გთხოვთ აი ამ თარიღიდან დავიწყოთ და შემდგომ უკვე პრობლემის სახით რომ აუწყოთ და მე აყვებით. და მადლობთ რომ მოგზაურობთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის უწინარეს ყოვლისა. თქვენ მაყურებელს და
ხო, ძალიან საინტერესო იცით რა არის, რომ საქართველოს წინწყლებში არის მოქცეული და რაღაც სახელი ქვია, რაღაც აი თითქოს რაღაც გარკვეული ნონსენსი რაღაც ესეთი. ნონსენსი არა. როგორ არის ისიც აი თითქოს პაგაჯალა კაკალატე. რას ქვია, სახელმწიფოს სახელი დაარქვა წინწყლებში ჩასვა საქართველო როგორც ეძახიან, ხო? ამიტომ ეძახიან საქართველო. ხო. დამამცირებლად. ხო, არა, ნუ ახლა დამამცირებელია თუ რაღაც არის ეს ფსიქოლოგიის თვალსაზრისით ვინ როგორ აღიქვამს. თუმცა ძალიან საინტერესო ის არის რომ თუ ეს სახელმწიფო საქართველო რაღაც მომენტში ეფუძნება 21 მარტის რეფერენდუმსა და 9 აპრილის 31 მარტის და 9 აპრილის დეკლარაციას, მაშინ რა კავშირი აქვს მას 21 დეკემბერთან, აი რომელთანაც იგი აიგივებს თავის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს 21 დეკემბერი განუმარტეთ ჩვენ მაყურებას ამ შემთხვევაში რას ნიშნავს? ხო. ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი არის უწინარესად ყველაზე დიდი მნიშვნელობა ალბათ მაგას აქვს, რომ 21 დეკემბრის მომენტი მოვლენა უკავშირდება ალმა-ატაში ჩატარებულ რეფერენდუმს და საერთოდ ურთიერთობას, რომლის თანახმად საბჭოთა კავშირი არის დაშლილი და გამოცხადებულია დსთ. და საქართველოს რესპუბლიკა ამაში ხალხო არ მონაწილეობს, აბსოლუტურად არ მონაწილეობს, იმიტომ რომ არანაირი კავშირი მას ამ ფაქტთან არ აქვს. რატომ არ აქვს ხა? კითხვა იბადება ძალიან ბუნებრივი და კანონზომიერი კითხვა არის. არ აქვს, იმიტომ რომ 91 წლის 9 აპრილს 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე საქართველო დამოუკიდებლობას იძენს და საბჭოთა კავშირთან საერთოდ კავშირია გამოვლენას. ხო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ან ერთი უნდა იყოს, ან მეორე. ორივე ერთად ვერ იქნება. ხო. თუ საქართველო საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგია, მაშინ რა გამოდის, რომ 1921 წლის 25 თებერვლის ანექსია კანონიერი იყო. ხო, ეგ როგორ არის? მაგრამ ყველაზე ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და საქართველოს სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით საინტერესო საკითხი გახლავთ ის, რომ თვითონ საქართველოს საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ საკუთარი თავი უკანონო სახელმწიფო ცნო. გუმბარიძის ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ. გუმბარიძის ხელისუფლება იქნებოდა თუ ეს ახლა მესახელებს არ დავასახელებ. მახსოვს ზუსტად. არსებობს ესეთი აქტი, რომელიც არის კონსტიტუციური უფლებათა დაცვის აქტი, რომელიც თვითონ საბჭოთა კავშირი GSSR საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა საკუთარ თავს აცხადებს უკანონო რესპუბლიკად. კი ბატონო, ოკუპირებულად. ოკუპირებულად იმიტომ გივი გუბერნატორის ტერმინას იმაშვები მე ვირთულ თქვენ სასარგებლოდ ლაპარაკობ.
ხო ასე რომ ძვანო და დანო ერთი არის საკითხი დღეს არის რა ვითარებაც არის კი ვხედავთ რა ვითარებაც არის მაგრამ საკითხი სამართლისა და სახელმწიფოს თვალსაზრისით არის შემდეგი სახელმწიფო არის ინსტრუმენტი ერის თავდაცვისა სახელმწიფო სხვა არაფერი არ არის ჯავშანი ხო ბაზონ თენგის სახელმწიფო ეს დანიშნულება ასეთი არსი ეგ არის არსი არის ის რომ ჯავშანი უნდა ერმა თავისი უსაფრთხოება შექმნას ეროვნული სხეული და მენტალიტეტი უნდა დაიცვას კი ბატონო ამას გინდა მენტალიტეტი დავარქვათ გინდა უსაფრთხოება დავარქვათ რაც გნებავთ ის ეროვნული სხეულიც სხეული დავარქვათ კი ბატონო მაგრამ საერთოდ სამართალში სახელმწიფო ნიშნავს ის რომ ერი აცხადებს თავის განვითარებას იმ დონეზე რომ ის მივიდა უკვე იმ კონდიციამდე სახელმწიფოებრივი არის ესე თავარი ჯავშანი აბა სახელმწიფო როგორც მექანიზმი არის დამოკიდებული იმისთვის დამოკიდებული კი არა უბრალოდ განვითარებულია იმისთვის რომ მოწოდებული იმისთვის რომ ერის უსაფრთხოება შეაჩეროს რა თქმა უნდა და ამ თვალსაზრისით აი ეს აქტები თქვენ რომ ამბობთ რა დამოკიდებულებაშია რა ნიუანსებია და რა პრობლემებია კიდე ერთხელ რომ ჩაუღრმავდეთ სავსები ძალიან ნათლად განმარტეთ თქვენ საკითხი როგორც ასეთი მართლა ის თუ არის დემონტაჟის შედეგად თუ არის ეს საქართველოს ჩამოყალიბებული თუ პირდაპირ სამართალ მემკვიდრე არის 1918 წლის 26 მაისის ეს უკვე ორი სხვადასხვა რამეა ახლა ტერმინი სამართალ მემკვიდრეობა და გამგზავრიტობა თვითონ სამართალში არის ცოტა პროფესიონალური მომენტები მაგრამ საკითხი დგას ასე 31 მარტს 91 წლისა ქართულმა ერმა საკუთარი სახელმწიფოებრიობა დაუკავშირა 18-21 წლის დემოკრატიული რესპუბლიკის განგრძობითობას და მის სუბიექტობას. სამართალ სუბიექტს, ხო? სამართალ სუბიექტს. დღეს ხალხო ჩვენ ადამიანები რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევას ვაპროტესტებთ ცხოვრობთ იმ სახელმწიფოში რომელიც არის გათვალისწინებული 1995 წლის 24 აგვისტოში ახლა რა ხდება რა როდესაც პირველად ჩვენ პროტესტი განვაცხადეთ რომ დაიცვეს კონსტიტუცია და უნდა იყოს ასე რომ კონსტიტუციაზე საუბარი ესე იგი რომელიც თავის თავს უწოდებს აღიქვამს საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოქმნილ ახალ სახელმწიფოს წარმონაქმნს რაღაც ესე იგი თავარი სუვერენი რესპუბლიკაში და დემოკრატიაში და თავისუფლებაში ამას მხოლოდ იურიდიული ტერმინებით არ გულისხმობ მე არამედ ფსიქოლოგიური ტერმინებით ელი რომელიც თავის თავს უკავშირებს პირველ სახელმწიფოს და მის განგრძობადობას 95 წლის კონსტიტუციაში
რომლის ტერიტორიული მთლიანობა გაპირობებულია თურმე 1921 წლის დეკემბრის მდგომარეობით. ეს არის აბსოლუტური ნონსენსი. აბსოლუტური. საზოგადოებას ბატონო და რო იმას ვაქნათ კიდე ეს ამ ტრაგიკული ელფენის ეს რო 22-ში დაიწყო ომი, როგორც ასეთი, ანუ პირველი თავდასხმა უზენაეს საბჭოზე მოხდა 22 დეკემბერს და თქვენ როგორ გონიათ ეს ალმა-ატის მოვლენები თქვენ რო ბრძანეთ, ეს 21 წლის მომენტები, ეს გაორებული ასე თქვა ცნობიერება, როგორც ასეთი სამართლებრივი თვალსაზრისით და ეს ახალი რაღაც წარმონაქმნი და ახალი და პირდაპირ ეს ტრაგიკული დღეები, როგორც ასე, ანუ სიგნალი რა შეიძლება ითქვას, მიღებული იქნა რა, იქ ალბათ ჩემი აზრით გლობალური სიგნალი, რომ 22-ში უნდა დაეწყოთ, ასე ვთქვათ, ანტისახელმწიფოებრივი, რამე თუ ეს საკითხი იქით უნდა გადაეხარათ რა და საბჭოთა კავშირის რაღაც დემონტაჟის და ახალი SNG-ს წარმონაქმნის თვალსაზრისით. ალბათ პირდაპირი კავშირია, თქვენ როგორ გონიათ? მე კი არ გონია, მე ვიცი ზუსტად ერთი რამ, რომ 91 წლის 8 დეკემბერს ბელორუსმა, რუსეთის ფედერაცია და უკრაინა სამეულმა შუშკევიჩი ელცინი და მესამე შუშკევიჩი ელცინი და შეიძლება მაგათ გვარებს კაუჩუკი გაიტარა როგორ არა აქ ლიდერები ეგენი იყო ნუ ყოველ შემთხვევაში სუბიექტებმა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტას დაფუძნების სუბიექტებმა განაცხადეს რომ ჩვენ ამ კავშირს ვაუქმებთ. სლავთა წარმონაქმნეს სამეულო. ახლა რა ხდება 21 დეკემბერს. 21 დეკემბერს ალმა-ატაში მთელი რესპუბლიკები, ესე იგი გარდა ბალტიისპირეთისა. არა, გარდა ამ სამეულისა. სამ სლავთა კავშირის. ყველა უკავშირდება და აცხადებს ესე იგი საბჭოთა კავშირის დაშლას დემონტაჟს მაგრამ ამაში საქართველოს რესპუბლიკა არ მონაწილეობს ეხლა რატო არ მონაწილეობს საქართველოს რესპუბლიკა თითქოს ხომ რაღაცა ვიღაც იფიქრებს რომ აბა გეოპოლიტიკურად რაღაც მომენტები არა საქართველოს იმიტომ არ მონაწილეობს ამაში რომ კაცო საქართველოში არ განხორციელებულა საბჭოთა კავშირის სამართალ მემკვიდრეობა. მათ უფლება მოსილება საქართველოში არ ქონიათ. საქართველოს რესპუბლიკამ უარი თქვა ამ ურთიერთობაში მონაწილეობის მიღებაში. განახლებულ ურთიერთობას. რასაკვირველია. რატო თქვა უარი? იმიტომ თქვა უარი რომ მართალია ფაქტობრივი ვითარება საქართველოში ის იყო რომ იგი ოკუპირებული იყო მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით იგი ოკუპირებული არ იყო რატომ არ იყო იგი ოკუპირებული იმიტომ რომ კაპიტულაცია არ გამოუცხადებია ამ სცენარეჟებს და ამ დღევანდელ ამ ორივე ამ კონსტიტუცია არ შეუჩერებია სხვათა შორის 21 წლის მთავრობა რო გაიქცა წაიღო და არც კონსტიტუცია შეუჩერებია მე ტერმინს გაქცევას არ არა ემიგრაცია ემიგრაციაში წავიდა იმიტომ რომ ხეში ნათქვა სწორადაც რომ არ უნდა ეღიარებინა კაპიტულაცია რასაკვირველია სამართლებრივი პოლიტიკური და სამხედრო კეთილი როდესაც მაგალითად აი მაგალითი რომ მოვიტანოთ რა საერთაშორისო სამართალში როდესაც გერმანიის სახელმწიფო ასე ვთქვათ რომელ დროს გულისხმობ 45 წელს გულისხმობ 45 წელს გულისხმობ მოკავშირეებმა რომ ოკუპაცია მოახდინა მე მოკავშირეებმა რომ გერმანია დააკუცმას საერთაშორისო სამართლის თეორიაში სხვათა შორის გერმანიის სუბიექტობა სამართალ სუბიექტობა
არავის არ უღიარებია. არა, არავის არ მიკუთვნებია. მხოლოდ გერმანელ ხალხს ეკუთვნება. ეგ მანდატი მხოლოდ მას. გასაკვირველია. ოკუპაცია ყველაფერი შეიძლება მოხდეს. და მაგათ კონსტიტუცია გზად ჰქონდათ ესე სხვათა შორის. მაგათმა იცოდნენ გერმანელებმა რომ ომს ააგებდნენ და წინასწარ პრეზიდენტი. ხო, ნუ ეს მე არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი როგორც ოკუპაცია მოახდინეს, მომენტალურად მე კი არ უფიქრიათ კონსტიტუციაში. ახლა ერთ რამეს აუცილებლად ჩვენში რომ გადმოვიდეთ. აუცილებლად ვიტყვი საქართველოს რეალობაში. თუ საქართველო როგორც კონსტიტუციაში არის დღეს ნახსენები, აი წინწკლები იხსნება, თქვენ ვერ წარმოიდგინეთ აბსოლუტურად რაღაც საგიჟეთი არის მართლა მე რომ მკითხოთ. წინწკლები იხსნება, საქართველოს წინწკლები თავდება. მას ესე იგი სახელი ქვია სახელმწიფოს ცხილებს გულისხმობთ ხო? ხო, წინწკლები ცხილებს გულისხმობთ. ცხილები თუ მე წინწკლები კი ბატონო. ხო, სინონიმი. ყოველ შემთხვევაში ნახეთ რა ხდება რა. რომ თუ შენ ხარ სახელმწიფო და თუ შენ საფუძველი შენი სახელმწიფოებრიობისა არის 26 მაისის 1918 წლის რა კავშირში ხარ შენ საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგთან. ეს საერთოდ ვერ გავიგე რა ხდება. მაგრამ ხდება ფსიქოლოგიური შედეგი მდგომარეობა. თავისებური ტერორი ეს სუვერენიტეტზე ხო ამას ხდება. ტერორს არ თავისებური ფსიქოლოგიური. მე დავარქვევ ამას გარკვეულწილად რაღაც დიქოტომიის შემოტანის ცდელობას რომ აი ხო, რა პრობლემაა ეხა? აი მაგალითად მე მეკითხებია ხოლმე როდესაც ამ საკითხს ვსვამ, აი ეს საკითხი რას განასხვავებს? აი რა მოხდა? რა იცვლება? არსობრივად რა იცვლება? აი განუმარტეთ. ამის მნიშვნელობა. ძალიან მე მგონია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. გასაგებენაზე რო აუხსნათ. გასაგებენაზე რო აუხსნათ. დავთანხმებულიყავით რა, გეტყვიან, ხო? ხო. ჩათრევას ჩაყოლა ჯობია, ხო გეტყვიან, რატო არ ჩავყევით? აი გიხარით. მე გეტყვით, ვინაიდან დღეს მე ერთ რაღაცას ვიტყვი თუ შეიძლება ძალიან სრული თავისუფლება ამ იმაზე. აბსოლუტური თავისუფლება. დღეს არის გარკვეულწილად აი პატრიარქი გარდაიცვალა მოდი ალუზიურად გეტყვით მეთქე ალუზიურად როგორ არის ისიც შესამოსელი როგორ არის შესამოსელი გახდეს ქლამინდი მოგახვიეს. დიდება მოთმინებასაში. იესო ქრისტეს აკმაყოფილება. ეს მომენტი არის რომ ერთზად სახელმწიფო არის. დღეს საქართველო რომელიც იბრძვის დამოუკიდებლობისთვის და დღესაც იბრძვის, მას სხვა სახელი დაარქვეს, შეფუთეს რაღაცა რესპუბლიკის რაღაც ფორმაში. და შენ ხარ მეფე. უთხრეს. თუმცა ბევრი რაღაც გამოცდილება გაქვს ატრიბუტები და სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი იდეები და არსება. სუვერენიტეტის მნიშვნელობა რა არის? სუვერენიტეტი არის ერის ნება. ერის ნება არის დაკავშირებული სახელმწიფოს გაგრძობითობაზე. თუ დღევანდელი ხელისუფლება თუ ძალაუფლება თუ როგორც გინდათ ისე დაარქვით ამას,
ამას არ აღიარებს ეს ნიშნავს რას ცნობიერება გაორებული გაქვს ცნობიერება გაორებული აბა ხა ნაწილი ისე ფიქრობს ნაწილი ასე ფიქრობს ახლა როგორ დავადგინოთ მაშინ სწორი ვინ არის და ვინ უნდა ცნობიერება კი არა გაქვს გაორებული სამართლებრივი ცნობიერება არას რაღაცას თავისას უბერავე ხო ნუ გაორება ქვია მაგ შებერვას აბა რა ქვია ეგეთი თვითონ უბერავე კი ბატონო ხო ახლა ეგეც საკითხავია ვისაც უბერავ ვისაც უბერავ რა თქმა უნდა ესეთ მომენტია რა ვიცი მე მგონი ცოტა ტერმინოლოგიურად შეიძლება რაღაცა არასწორად გამოვთქვი რაღაცა არა ხალხმა ზოგიერთმა ზოგიერთ ესე უფრო ესმის რაღაცა ეგეთი მომენტები ვიდრე ახლა თქვენი რაფინირებული ცნობიერებით და დელიკატური რაღაც ლოგიზმი ზოგიერთი ეს უფრო მუშაობს ხო გუშინ რაღაც ეთერში ვიყავი და სადაც ვისაუბრე მაგალითად იურიდიულ გიხილაჩაურაბება მე მგონი და მე მითხეს ბიჭებმა რა ჩემმა ძმებმა დებმა მეგობრებმა რომ ჩვენებურო კახე ჩვენებურ ენაზე გეტყვით ერთ რაღაცას სახელმწიფო რომელზეც პრეტენზია გვაქვს იგი სხვისი დამორჩილებულია და ამ დამორჩილებას რითი ამართლებენ იცი აი ისე ხო იყო კაცო არჩევნები არჩევნები სტალინის დროს ბრეჟნევის დროს და სულ არჩევნები რა პრობლემაა არჩევნები სულ არ არის პრობლემა არის სახელმწიფო სუვერენიტეტი თუ ერი რომელიც მთავარი სუვერენიტეტის ფლობელია იზახის რომ ამბობს რომ მე ჩემ უფლებას ჩემ სახელმწიფოებრიობას უკავშირებ თავისუფლებას შენ რას მომდგომი ხარ დღეს და 21 დეკემბრით ასე თქვა ჩემ ტერიტორიას ტერმინოლოგიით ხო როგორ ვილაპარაკებ რატომ ახევ თავს საერთოდ ვინ ახარ აი ვინ ახარ გასაგებია და თქვენ აი ახლა კიდევ მინდა რა დაახლოებით ეს პრობლემას შევეხეთ როგორც ასეთი აი გამოსავალი ყველაფერში არსებობს რა მათ შორის ასე ვთქვათ უკიდურეს ტრაგიზში ჩავარდნილი ერებისთვის ცივილიზაციისთვის პიროვნებისთვის ადამიანისთვის და ასე შემდეგ აი როგორ შევხედოთ რა აი ამ მოვლენას რა კი ხედავთ რა დღეში ვართ რა ახლა მაგ თემა თქვენ რასაც ბრძანებთ დღეს ფუფუნებაა იმ თვალსაზრისით რომ ამას სჭირდება მაღალი რანგის ცნობიერება და სიმართლე თქმა მართლესა სიმართლესა ხესა შეიქმნისა ნედლად თქვენ ამას ლაპარაკობთ ზუსტად ამას ლაპარაკობთ თქვენ ახლა რუსტველი გენიოსი იყო თორე ახლა ამას ესე უყურებს რა თორე იუდეული სამართალი ეს არის არსებობს ანგლო-საქსონური ჩინური კონფუციანული მაგრამ თავარი ხო სიმართლეა ხო გეტყვით მაგალითს მე მგონი პრაქტიკული თვალსაზრისით სხვა შეცე უნდა ვიყო გულწრფელი გულწრფელი იმისთვის დაგპატიჟეთ ეგა თქვათ თქვენ კომპეტენციაში არავის ეწევარებაა ჩემ მეუღლეს ვეუბნები ნახევეთ კი ჩემი ჩანაწერი თქო კიო ნახეო მაგრამ ვერ გავიგეო გამოსავალი აი ამა გიკონკრეტებ ახლა მე თქვენ გეტყვით რა ესე იგი 90 წელს როგორ მოხდა ეს ჩვენ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ რომ ეს პრაქტიკა ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება ჩვენ გაგვივლია მე მგონი თქვენ ჩემზე კარგად იცით როგორ ეხლა როგორ იყო მაგალითად ისა რა ქვია
თავისუფალი არჩევნები. ხო, რომელმაც საქართველოს რესპუბლიკა შექმნა, რომელმაც თავის მხრივ გარკვეული მოქმედებები, ასე ვთქვათ, ახლა ნახეთ რა ხდება. ეს არ იყო საბჭოთა საქართველოს, ასე ვთქვათ, დანიშნული თავს მოხეული წინასწარ განსაზღვრული არჩევნების შედეგები. დიახ. ეხლა მოდით ესე ვილაპარაკოთ. ღიად და გახსნილად. ღიად და გახსნილად ყოველგვარი რაღაცა მე თან პოლიტიკასთან არ კავშირი არ მაქვს ისეთი რომ რაღაცა პრეტენზიები მქონდეს. ნახეთ როგორ ხდება ძალიან მარტივად ხდება ეს ამბავი რა. უნდა ჩამოყალიბდეს საარჩევნო კომისია რომელშიც შევა ყველა სუბიექტი აბსოლუტურად დღეს რაც არსებობს ეცოთ დავაკონკრეტ ყველა სუბიექტი როგორ ახლა დღევანდელი მოქმედი დღევანდელი ნახეთ დავაკონკრეტეთ დღევანდელი მოქმედი ყველა პოლიტიკური სუბიექტი ყველა აბსოლუტურად იმიტომ რომ ნუ აქტივ რაც კიდე დავაკონკრეტ რაც კი არჩევნები ჩატარებულა ვინც ასე ვთქვათ დღემდე ვინც მოსულა იმ ანსამბლე საპარლამენტო ანსამბლეა დავარქვათ ამას აბსოლუტურად გეთანხმები ანსამბლეა დავარქვათ საპარლამენტო ვინც მოსულა ვინც დღემდე არის ვინც დღემდე თუნდაც პატარა ლეგიტიმაცია პრეტენზიას ამბობს რომ არ იქნება სამართალი არ იქნება შვიდობა არ იქნება სამართალი არ იქნება შვიდობა და ნამდვილად ეს მაგრამ თუ ქართველი ერის ნება 31 მარტს გახორციელებული არ იქნა ასე თქვა ჩემო დამკვიდრებული რა არ იქნება სამართალი და არ იქნება მშვიდობა გადაიწევს იქ ხო ეხლა ვისი თქმა მინდა იცით აი თქვენ რომ მეუბნებით რომ მომავალში რა ხო აი შევქონეთ ეს ანსამბლე ეს არ არის ისეთი გეშტალტი რომელიც უნდა დამთავრდეს და ჩვენ ხო უნდა გამვითარდეთ აუცილებლად ეხლა ეს ხო არ არის რომ მაგალითად უზენაესის საბჭოს რაღაცა ერთვი და თავისთავად დაირქვას რაღაცა და აბსოლუტური დიდი ბოდიში და არასერიოზულია ჩვენ უნდა ვიაროთ წინ ეხლა ჩვენ უნდა ვიაროთ წინ რის საფუძველზე უნდა ვიაროთ ნაღდ საფუძველზე როდესაც მე ვიძახის ტერმინს ნაღდს ეს ხოშიანი ტერმინია რა კი ძალიან გასაგები ქართველებისთვის ნაღდი ნიშნავს სიმართლეს რა მანევრის სიმართლეს ნიშნავს ნაღდი დიახ ეხლა მე ვკითხოთ ეხლა მე დიდი ის არა ვარ ჭერმეტყველი და ასე ვთქვათ ჩემზე არ არის დამოკიდებული მაგრამ მე თუ ვკითხავთ უნდა ჩატარდეს არჩევნები ყველა პოლიტიკური სუბიექტის მონაწილეობით ოღონდ ეს პოლიტიკური სუბიექტები რომლებიც განაცხადებენ ასე ვთქვათ მომავალში თავის უფლების განხორციელება დიახ უნდა და არა შეუძლიათ უნდა აღიარებდნენ 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების აუცილებლობა. დიახ, იმიტომ რომ ყველა პოლიტიკური სუბიექტი უნდა იყოს ამ საფუძველზე. პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც არ გაითვალისწინებს ქართველი ერის ნების ამის აუცილებლობა იგი არის პოლიტიკური პროვოკაცია. ეს არის სამართალში, ეს არ არის პოლიტიკაში. შენ უწინარესად შენი ერის წარმომადგენელი თუ ხარ, უნდა იწყებდე საკუთარ სახელმწიფოებრიობას 31 მარტის საფუძველზე, რომელიც არის სახელმწიფოების განგრძობადობა
და არა საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგი ესე ხელახლა დაბადება დაახლოებით ეს როგორ არის იცით რომ აი ხა თუ მე საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგის სახელმწიფო ვარ მაშინ მე ვაღიარებ 25 წლის თებერვლის ლეგიტიმის ესე იგი საბჭოთა კავშირი ხო ფაქტიურად სახე შეცვლილ ხო თანამედროვე თვალსაზრისით ეხლა როგორ არის ჯიგრებო უკაცრავად მაგ თვალსაზრისით გამოსავაზრებლად თორე ეს ახლა თანხდებით მე თქვენ და ვინც გვისმენს ელემენტარულად ვეცადეთ ეს გამიჯნულია უკვე ერთმანეთისაგან გასაგებია ნებელობა არ აქვს ის არ აქვს და თავს მოხვეული რაღაცა ისე სხვათა ისეთ საინტერესოა შევარდნაძემ ეს როდის დაუჭირა SNG-ში შესვლას გახსოვთ ეგეც მნიშვნელოვანია თქვენ აფხაზეთს გულის ხო? აფხაზეთის სოხუმის დაცემას გულის ხო, თორე მანამდე კატეგორიული წინააღმდეგი იყო ეგა. კატეგორიული. ხო. მე ამ საკითხთან დაკავშირებით მე მგონი არ სხვაგან არ მინდა რომ გადავიდეთ ესე რა. არა, აფხაზეთის საკითხი შეიძლება ჩავგვიტრიოს და ამ თემას დაგვაჩნილო. ხო, საქართველოს კონსტიტუციაში საერთოდ რაღაცა 21 წლის კონსტიტუცია თვითონ, აი ეს 18 წლის 21 წლის კონსტიტუცია, როგორ არის ის გაცაზრული? ისტორიულ სამართლებრივი თვალსაზრისით, ახლა ისტორიულ სამართლებრივი თვალსაზრისით თქვენ ისტორიას მოყვებით, მე ჩემი ისტორიას. და ინტერპრეტაცია იქნება როგორც არა, პოლიტიკურ სამართლებრივად არის განსაზღვრული, არამედ ისტორიულ სამართლებრივად. და მე მაგრამ საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი არის ახლა თქვენ რასაც ბრძანებთ რომ აფხაზეთის სტატუსი აი აფხაზეთის არა აფხაზეთის სტატუსი არ ლაპარაკობ რა ქვეყნის ოკუპაცია იყო მაშინ მაგას გეუბნებით და შევარდნაძემ ეს გადაწყვეტილება მიიღო როდესაც სოხუმის დაცემა იყო გარდუვალი და თავის გადარჩენა უნდოდა როგორც ასეთი თორე მანამდე SNG-ს კატეგორიული წინააღმდეგი ბატონ დენგიძე ხა მე შევარდნაძეს რა უნდოდა როგორ არა უბრალოდ ამან არ დაგვაცილოს ამ იდეა ნეტავ არა მე მან ვერ შემოვალ გასაგები ამიტომ დავუბრუნდეთ ამ თემას ეგ სხვა დრო რა შეეხება აფხაზეთის საკითხს მე შემიძლია ერთი რამ გითხრათ არ დავცილდეთ რა ამ თემას როგორ გთხოვთ ხო არა არ დავცილდეთ უბრალოდ შევარდნაძე რაღაცა პოლიტიკა ეს მე სამართლებრივ ბატონო გასაგებია გესაუბროთ თქვენ ერთი რამ არის რომ ასე ვთქვით აფხაზეთის სტატუსი საქართველოს 95 წლის კონსტიტუციაში, დღევანდელ კონსტიტუციაში არის დაახლოებით გაპირობებული ისე, რომ როდესაც ტერიტორიული აღდგება მე გავარკვევ მე აფხაზეთს რა დავარქვა ისე ხალხმა რო იცოდეს ისე თორე მანამდე ახლა ჩვენ რეფერენდუმი რო ჩავატარეთ აფხაზეთში კაცო ძალიან მომკაფიოება აფხაზეთის ყოფნა საქართველოს შემადგენლობაში მანდაც რეფერენდუმი იყო მეც გეტყვით დიახ გესმენთ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში 91 წლის კონსტიტუციაში თავად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია აღიარებს რომ ეს საქართველოს რესპუბლიკის ნაწილია განუყოფელი აბსოლუტურად დიახ და მას შემდეგ რაც თავად საქართველოს რესპუბლიკა ემხობა იქ ემხობა აფხაზეთი ესეც მე მიყვარა იმას ხო ახლა დომინოს ეხლა მე არ ვიცი დომინო და ჭადრაკი მაგრამ დაახლოებით დაახლოებით თორე ახლა ზუსტად რა თქმა კი თავიდან ბოლომდე გეთანხმებით მაგრამ ამას მინდა არ ავწდეთ ახლა ეს ფაქტია ხალხსებეთ გეთანხმებით და ამას ბევრი იზიარებს ბატონ თინგის მე ყოველთვის ვარ შორს ესე იგი გარკვეული
იმისგან რომ რაღაც ჩემი შთაბეჭდილებები მოვახვიო თავს. მე ფაქტები სამართლებრივი არგუმენტებით ოპერირებ. ახლა ამ თემას არ მინდა რომ დავცილდეთ. ახლა მივედით იმამდე, ვინ უნდა გადაწყვიტოს საპარლამენტო ასამბლეაზე პირობითად შევთანხმდით, რომ ესენი ატარებენ ხო ამ იმას. ვინ ესენი? ესენი ნუ დღეს მოქმედი ვინც არიან, როგორც ასეთი და თქვენ რო ბრძანეთ, როგორც ასეთი რომ 31 მარტის იმაზე ვატარებთ ასე თქვა არჩევნებს, ხო? არ მითხრა. აბა რომ დგომარი ვითარებიდან გამოსვლეს რა მოდელს და რა საშუალებას ხედავთ. რომ აი ეს სამართლებრივი მომენტი, ის რომ დემონტაჟის შედეგად კი არ წარმოვიქმნით, არამედ ჩვენ რომ ახლა 31 მარტის და იმის ესე იგი, თუ ნახეთ ძალიან მარტივი საკითხი არის რა. როგორ გამოვდივარ? აი ძალიან მარტივი საკითხი არის, თუ არ ესე იგი გავითვალისწინებთ საკუთარ რაღაც ინტერესებს მერკანტილურს რა. სახელმწიფოს ერთს რა ჭირდება ესე იგი. ნახეთ როგორ არის. საქართველოს მოსახლეობა შეუძლია საქართველოს ერთს ასე ვთქვათ. რომელშიც სხვა შორის ეთნიკურს არ გულისხმობ მე. ყველა ეთნოსი შეუძლებიანია ყველანი. ხო, ქართველი ერი არის ყველა ეთნოსის მე რომ ვამბობ ქართველი ერი, ნიშნავს ეს მოქალაქეობრივი თვალსაზრისით და არა ეთნიკური გენეტიკური როგორ. კი ბატონო, ესე იგი ხალხის ეს წარმომადგენლობითი ორგანო აწესებს არჩევნებს უზენაეს საბჭო აქ მონაწილეობას არ ღებულობს. უზენაეს საბჭო აღარ არსებობს საერთოდ. ხალხი აწესებს არჩევნებს. ოღონდ ნახეთ როგორი დებულება არის. არჩევნების სუბიექტები ყველა აღიარებს რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა პირდაპირ დაკავშირებული არა საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგის ლეგიტიმიზმია არამედ პირდაპირ 31 მარტს თავის გულს სულს და სამართალს ეროვნული სახელმწიფოების გამოხატვას ნებისმიერი სუბიექტი რომელიც ამაზე უარს იძახის იგი არის საბჭოთა კავშირის მეხუთმე არა წარმომადგენელი ხარდამჭერი ხო ეხლა მეტი რა გიქნა არაფერი გასაგებია თქვენი სავსებით გასაგებია მაგ თემა კიდე შეიძლება რომ გამგვექცო რა რომ თუმცა თქვენი პოზიცია ანუ ყველა წარმომადგენლობით ის ვინც კი დღემდე დაწყებული თუნდაც უზენაეს საბჭოს ყველა აი რომ ნახეთ დღეს რაღაცა პოლიტიკური სუბიექტები ბოდიში ბატონ თეგის აი ყველა თავდება რაღაც ერთობაზე რაღაც ერთობა ერთიანობის გარეშე არაფერს არ ნიშნავს ეხლა ერთობა რის შესახებ? ერთობა იმის შესახებ, რომ საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკის ესე იგი მემკვიდრე და არა საბჭოთა კავშირის წარმონაგზე აშენებული ნებისმიერი ესე იგი პოლიტიკური სუბიექტი. აი პირდაპირ ვამბობ. რომე კატეგორიულად ვარ როგორც გინდა ისე ვისაც როგორც უნდა ისე გაიგოს რომელიც ამბობს რომ ჩვენ ვართ ესე იგი საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგი იგი საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგია ამასაც ვიტყვი მაშინ რა თქვენ ასე თქვა ამ ორი მიმდინარეობის კი არა ხედვის მოდი სოფხედველობის სამართლის ასე თქვა ერთმანეთთან დაახლოებას აბსოლუტურად გამორიცხავთ ხო როგორც ცეცხლი და წყალი ისეა. ახლა მეტი რა უნდა თქვა. სავსებით გასაგებია თქვენი პოზიცია. მაგრამ თქვენი აზრით, აი, მაღაზე კი არა, ეს საკმაოდ რთული რაღაცა არის.
ეს ურთულესი რა პირდაპირ მე ამათ ვიცნობ კარგად ბატონონოდა რა ყველა უზენაესიდან დაწყებული აქ ბედუგუ ღმერთებს ვისაც უყურებ მაგათი პოტენციალიც ვიცით სოფხედულებიც ვიცნობ ამიტომ მაგათგან ეს საკითხი რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ მე გეთანხმებით თქვენ პირდაპირ გეუბნებით იმიტომ კი არა რაღაც დიფერამბებს გიგავი არანაირი არ არსებობს ეს მაგრამ თქვენ მხარეზე ვარ ყარად სამართლებრივი არგუმენტებით რაც მოიყვანეთ თქვენ მხარეზე ვარ ნუ როგორ ხარ ება გამოთქვა ჩაახეს იავარხნეთ როდესაც მე ვარ პირველი ერი რომელიც დაუკავშირეთ ჩემი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 26 მაისს Ами კი არა ბატონო და იცით რა ეხლა 21 დეკემბერი რაშუაში არა იმიტომ არა შუაში არა ითვალსა მეორე დღეს ომი დაიწყო და რატომ დაიწყო ესაც აღნიშნეთ ახლა რა რატომ მაგრამ იქ ხო მანამდე რატომ დაიწყო ეს ომი მაგრამ ჩვენთვის ხო ეს მნიშვნელობას ვინ არის ამაზე პასუხი მე აგაზეს მე ერთი ბოდიში რა აი ყველა ქართველი, ყველა ადამიანი რა თავის თავს როგორ ფიქრობს იცი? ნუ აი დღეს ცოცხალი ვარ ხვალ, აი ხვალ კიდე 50 წელი ცოცხალი ვარ. აი სადღაც ესეა. კაცო, დროს წელავს რა. ხო, აი თავის სიცოცხლეში გულისხმობს აბა. მე მაგალითად აი ჩემ შვილთა შვილს ვეუბნები. შენ არ უნდა იყოს საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგი სახელმწიფოს მარადიულ ფასეულობებზე აგებული სამართლებრივი პოსტულატი და ხედულები და სისტემატიკა. კეთილი და პატიო. ხო აი ეგ არის სავსებით ესე თქვით. მაგ კი არა ამის გაგება კი არა ბატონო ნოდარ. ამათ 26 მაისს რო აღნიშნავენ სახელმწიფოებრივი დღე და 9 აპრილს არა. ესაც ამას როგორ ახსნით თქვენ? ნუ მე ახსნე ამას არ ახსნე რა. არა მას ეს როდესაც ეს არის მის და საბჭოთა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ესმით სხვათა შორის ეს ამათ შორის სხვაობა და დამოუკიდებლობას ისინი ესეთნაირად 9 აპრილის სახით აღნიშნავენ. ახლა მე გეტყვი ყველას თავისი 9 აპრილი აქვს. ახლა მე გეტყვით ყველაზე მტკივნეულ რაღაცას. არის ასეთი 300 სირცხვილი ქართველისა რა. სანიკედეს ეგრე, ლევან სანიკედეს. მე ვიტყოდი რომ 301-იც არის რა. აი კატეგორია ამაში შედეს, ხო ამ სირცხვილი. კატეგორია როგორ არის იცი? ერთადერთი რესპუბლიკა თუ როგორც გინდათ ისე დაარქვით ხა, რომელმაც ერთმანეთს სისხლი გამოუწვილა ვიყავით ჩვენ. სამარცხვინა. დიდი ბოდიში ახლა ნურც რუს დავაბრალებთ. ხო არა თავიდან ამას და ეს ყველა ინსტიტუტის ბრალია, მათ შორის რელიგიურის, სამოქალაქოს, სახელმწიფოსი და ყველა სახელმწიფო რომელიც ძმათა მკვლელ ომს დაუშვებს როგორც ასეთი იქ ყველა და მე ეს არ ვიცი გაიგეთ როგორ არის, მაგრამ ეს ფაქტი არის და ეს ფაქტი უნდა ვაღიაროთ. აი ისე როგორც რომ უნდა ვაღიაროთ რომ ჩვენ ერთმანეთს ყიდდით სადაც როგორც სოლომონის და იმ დროს. აი ესეთი მომენტი არის რა. ამიტომ ყოველთვის ჯობია შეშაერთება ხადა შეხედო. ღია გამჭირვალე მართალი ყოლები. ასმაკერი მალა უნდა წირმა თავი არ დამალაო ჩვენზე არის ნახვამი გასო. იჭერი რა სახით რა ფორმით იფეთქებს ამის ხმა არავის არ შეუძლია. სხვა შორის სუბიექტურადაც აი პიროვნულადაც ყოველი ადამიანი ალბათ თავის თავს თუ შეხედავს ისე რომ აღიაროს იშლება იქ კიდე განვითარდება და მე მგონი არ არსებობს სოდო რომლის გამოწყობა და გამოსწორება არ შეიძლება არ არსებობს ეგეთი რასაკვირველი რა თქმა უნდა ნებისმიერ ადამიანს ცივილიზაციას მოდგმას
აქვს ამის უნარი და ნუ ახლა ტყვეთად იმიდან ამოვედით და აქედან მე მგონია რომ ქრისტე ამის ყველაზე ნათელი მაგალითი რა თქმა უნდა კაცო იმათ ავი იგივე ახლა მე პატრიარქმაც რო თქვა ახლა სასწაული რაღაცა ამ თემაზეც შევეხოთ ბოლოსკენ მინდა წავიდეთ რა ახლა რა იყო ეს ორი სეტი ამაზე ძირი მე კიდე მოგიწვეთ ამ თემას კიდე ერთხელ გადავხედავთ რა თუმცა მე და თქვენ თავხდებით პირდაპირ გეუბნებით ჯერ ისეც ვიცოდი ახლა თქვენი აზრები და ახლა უბრალოდ მინდოდა პუბლიკისთვის გაგვენახებინა უფრო მარტივად გასაგებად და ასე შემდეგ მე მგონი ეს მოვახერხეთ და რა შეეხება პატრიარქის მომენტს და მის განსვენებას და იმას აქ რაც დავაგდე ეს ორი სიტყვით ეს რა მე ვფიქრობ რომ ეს გრანდიოზული მოვლენა იყო მე ყველა დიდების ძალიან დიდების ყველა გარდაცვალებას დავესწარი და ძალიან ახლოს ვიყავი ყველასთან პირდაპირ ვამბობ მერა კოსტავა იყო თუ ზუსტად გამსახურდია და უწმენდესი ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა და რა ვიცი მაგათი გასვენებას და ისეც მართლა გრანდიოზული იყო რომ აი სიკვდილის შემდეგაც რო არსებობენ და თავიანთი განუმეორებელი წვლილი და იმპულსი და სიცხადე და რიტმი და იდეალი და შთაგონება და ესენი რო დღესაც რო იწვევს რა ეს ადამიანი ხო წავიდნენ მაგრამ მერა პოსტავა სიტყვები ერთ-ერთზე მოქმედებს და მუშაობს და ახლა ზუსტად დატოვებული ისინი ხო საერთოდ დღესაც სახელმძღვანელოა და ეს რეფერენდუმები და ასე შემდეგ და ასე და ახლა პატრიარქი რა ვნახეთ მილიონზე მეტი კაცი გამოვიდა რატო გამოვიდა იმიტომ რომ თავისი თავი დაინახა ამ ადამიანში სარკე იყო ეს ადამიანი როგორც ასეთი და ორგანული ნაწილი იყო თითოეული მათგანის რა როგორც ასეთი და მიუძღვნა როგორც ასეთი თავისი თავი ამას და თქვა რომ მე ვარ ცივილი მე ვარ დიდი სულიერების მე ვარ დიდი ტრადიციების და აი ამ კომპლექსური საკითხებით რა გენეტიკასთან და ამ ქვეყნის თავგადასავალთან და ამ პრობლემებთან რაც ამ კაცმა თავის თავში რაც ატარა აი ამაში მოყვები და ამის ამღიარებელი იყო და ამ გზაზე მოსიარულე რა ერთი ორი სიტყვით აი ეს იყო ეს ადამიანები და დიდ რაღაცაზე წამსვლელი რო არის ეს ხალხი კიდე ერთხელ დავწმუნდი და ჩვენი გადაგვარება ძალიან შორს რო არის ამაშიც დავწმუნდი და პატრიარქის სიტყვები ძალიან ისეთი იყო რომ მე იმდენი რაც ქვეყანაში ჩემი ერში არისო ცოდვებიო ყველა ჩემში არისო რა როგორც ასეთი და ამიტომ ეს თავის თავზე აიღო თავისებურად ეს ისა და ამის გამოსყიდვის და ამის განთავისუფლების და ამის გზების დასახა და ყველაზე დიდი რაც გააკეთა მან შექმნა დიდი ეროვნული თანხმობის უდიდესი პერსპექტივა როგორც ასეთი ერი გამთლიანდა გაერთიანდა და ახლა როგორც ზუსტად გამსახურდია როგორც ასეთი რა გააკეთა დამოუკიდებლობის აქტს რომ ვის მიუძღვნა გახსოვთ ეს რეფერენდუმი რო გამოაცხადა 9 აპრილი როგორც ვის მიუძღვნა გარდაცვლილ სულებს რომელიც დაჩეხეს და აჩეხეს და ასე შემდეგ მიუძღვნა კი არა მათ განაპირობეს ხო და მაგ რას ქვია მიუძღვნა კი არა რას ქვია მიუძღვნა ბოდის კი ბატონო კი რას ქვია ესე იგი 9 აპრილს 99 წლის 9 აპრილს რაც მოხდა დიახ და დამოუკიდებლობა აი თემსვეტმა ქალმა მოიწონა ხო ზუსტად განსახურდია კი არა მიუძღვნა არამედ აღიარა ხო თაყვანისა რა მაგათ ამის ხმამედა ბაზო მიძღვნა ეგ არის აბა მიძღვნა არის თაყვანისცემა იმ სამყაროში რაც არის სისხლი რაც დაანთხია შეიძლება აი შეიძლება იხმარო ძირითადად შინაარსი საკითხს თუ ვინმე საინტერესებს არის რაც შეეხება პატრიარქთან და სწორედ ანალოგიური მაგ ვერ დავასრულე მეთქვი და მე თქვენ გძებთ აი ეს როგორც ზუიადმა იმას აქნა ხო ჩაიდრნა ამ უდიდესი რაღაცა ხო ისე ჩვენ ეს საზოგადოება ვალდებულია რომ გააცხელა პატრიარქი ასეთი უდიდესი კულტურით ვალდებულია სამოქალაქო სულიერი და ეს ისინი რაც დავანებულია მასში ამ ადამიანს მიუძღვნას ეს არის ღირსების დაბრუნება შინაგანი თავისუფლების მოპოვება და ცივილიზებულ სამყაროში დამკვიდრება აი ეს არის ზეამოცანა ძალიან ეთახლა
მე ეს რაღაცას ვიტყვი ამასთან დაკავშირებით თუ შეიძლება. რა თქმა უნდა. ზოგი ხდება ხოლმე რომ კი ბატონო. ეს არის ადამიანობა რომ რაღაცას განსხვავებული აზრი. რა თქმა უნდა. უნდა სრული დემოკრატიული რაც შეეხება გამსახურდიას თავის დროზე ვიღაცებს მოგწონდა, ვიღაცებს არ მოგწონდა, მაგრამ ზვიად განსახურდიამ ისეთი რამ გააკეთა, რომ საქართველოს სამართალ სუბიექტობა შეინარჩუნა. მან ისეთი რამ გაიღო სიცოცხლის ფასეულობის სახით, რომელიც ერის სიცოცხლე იყო. ესე კუთვნილება. ერი და ქრისტე მასთან პირდაპირ კავშირში იყო და განა არსებობს ქართველი, რომლისთვისაც ერი და ქრისტე ერთიანი არ არის. გამოყოფილია ეს. მე არ ვიცი. ესე სიტყვები ბოლოს რეთე თავდება, ნოდა კაცო, ესეც უთხრა. მე არ ვიცი მისი სიტყვები რითი თავდება, მოდის ვიხდი, არ ვიცი. ნამდვილად მაგაში არა ვარ ესე ვთქვათ, გახურებული როგორც ეს თქვა, მაგრამ მე ვიცი ერთი რამ. რომ მიუხედავად იმისა, როგორ გარდაიცვალა ეს ადამიანი, მიუხედავად ამისა და რომელიც არასდროს არ დამტკიცდება როგორც კენედის დამტკიცება. ამ ადამიანმა საკუთარი ცხოვრება, სიცოცხლე მიუძღვნა საქართველოს და საქართველოს განა ქრისტეს მიერი ქვეყანა არ არის? აბა რა არის? სწორედ მაგითქვა რა, თქვენ არ მაცალეთ ახლა. ზუსტად გწოდნიათ ასე თქვა. არა, ნუ გწოდნიათ ეს არის შეწირული ქვეყანა, შინაარს ესე ამბობს და რომელიც აღდგება მაცხოვარებით რა. ეს არის მესე იდეოლოგიური კრედო. ზვიადის ერთ-ერთი ბოლო ეს. მეცნიერული იდეოლოგიური დასკვნა მესე. ხო, ალბათ უფრო ის მომენტი არის, რომ მე არ ვიცი ახლა ვერ გეტყვით, მაგრამ ლაზარე. ხო და ლაზარეს სიცოცხლე ის არის, რომ იგი არ მოკვდა რა, იგი ცოცხლობს და თუ ჩვენ ერთმანეთს არ გავუფრთხილდები ხო ერთმანეთთან ვისასრა გზებს ვიპოვეთ ლაზარე აღდგება და აკაური მიმაში არის ბოლოსკენ წავიდეთ პატესემულო ნოდარ მინდა ერთი ორი სიტყვა თქვენად და მე მეც დამიტოვეთ ერთი სიტყვა არა, მე მინდა მაინც ახლა ამ გადაცემას მე ყოველთვის პოლიტპატიმრებს და სინდესის პატიმრებს ატებს მოვაგებდა მინდა ერთი ორი სიტყვა ბრძანეთ და მე მეც ვიტყვით ძალიან სამწუხაროა რომ დღეს საქართველოში არსებობენ სინდისის პატიმრები პოლიტპატიმრები, ღირსების პატიმრები. ახლა ესენი არსებობენ ადამიანებო, ისინი იხდიან საჯელს, უსამართლოდ. რასაკვირველია უსამართლოდ და იცოდეთ რომ ჩვენც მათთან ერთად ვიხდით საჯელს. ნამდვილად. მართალია ჩვენ ასე ვთქვათ გისოსებში ჯერ არ ვართ, მაგრამ აქავა. თავისებურ გისოსებში ვართ გამომწყდეული. და არ აქვს პრობლემა დავждებით, დავდგებით და დავწვევით კიდე. ნამდვილად. ამის შესახებ შავსებით კარგად გზანეთ. ახლა ბევრთანა მაქვს ურთიერთობა, მათ შორის ახლა ეს ცეცხლაძე და ხშირად არიან ჩემს სტუდიაში ეს ადამიანები, ზურაბ ცეცხლაძე და ეს
ზვიადის მამაზეა. ზვიადის მამაზე ვაბობ, ახლა გოგი ხოშტარია და ქალბატონი რა, ეს ოჯახი ჩემი ახლო მეგობარია. არა, ნუ აბსოლუტური საგიჟე. ხო, ნუ ახლა წარმოუდგენელი რაღაც გროტესკურ რაღაც ესეთ რაღაცა კუსტორიცას ფილმებს მახსენებს რა. არა, საგიჟეთი ხო რაღაც სასწაული რა, კუსტორიცას გენიალური ფილმია, გახსოვს სერბეთი მატერიკს რო გამოეყოფა სერბეთს და სადღაც ოკეანეში სადღაც რო აი დაახლოებით მაგეთ მდგომარეობაში ვარ და რა ესე თქმა მინდოდა იგივე ელენეზე და იგივე თუნდაც ბათუმში რო არის ეს ქალბატონი ეს ხო საერთოდ ნონსენსია ესე დაპატიმრება არა საერთოდ ელენეს დედამეს უთხარი რა ცოტა იუმორეს იმაში მინდა გადავიყვანო რა ჩვენი ლაპარაკი რა და დედამეს უთხარი ქალბატონო ერა მეთქი რომ მიხვალ მეთქი ელენეს ანახავა ახლოსავართ ესეც ხო გადაეცე მეთქი რომ ადგილს ამყოფებს გაგიცვლი როგორც კი შეჩართული მეთქი საჭირო და გადასვა და იმას სიცილი დაედო და მადლობას მითხრა ელენი აქედან გეუნები ეს შეთანხმება ძალაშია და თუ გინდა ჩვენი იურისტიც ამას გააფორმებს ეს და ახლა ესე არა ესეთ გომარეობაში ვარ ახლა რა ახლა წარმოუდგენელი რაღაცა ნუ დღეს თუ ვინმე ართებულად მიიჩნევს რომ ტროტუარზე თუნგეშათვის ნუ თან პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ როდესაც მოდი და დავანებოთ პატრიარქ არა მაგასაც აღნიშნულობა კაცო მე მეგონა გამოუშვებდნენ არ შეიძლება ნახეთ ბატონთენგის ბოდიში რა ბოდიში რა არ შეიძლება პატრიარქის სახელით სპეკულირება ნუ არ შეიძლება თუ და განსაკუთრებით კიდე მისი პრივატიზაცია არა მე არ ვიცი მაგრამ აი გულითადად გეუბნებით რა აი ხო ისიც გულში ჭირს ჯუძაღია რა ხე ვაჟას მიხედეთ ხო აი გულითადად რომ მოყვარული ხარ ღვთისა და არა პატრიარქისა სხვათა შორის რა მაშინ სხვანაირად უნდა მოიქცე. მაშინ სხვანაირად უნდა მოიქცე. გამოუშვი რა. ხო. არა, ნუ გამოუშვი. უბრალოდ თქვი რომ არ უშვებ რა. რა პრობლემა? არ უშვებ. უბრალოდ ნუ დაიბარე. არა, სხვანაირად გამოუშვებ იმ შემთხვევაში თუ აღიარებ შენს ბატონთეგის. დიახ. უნდა ან ესე უნდა თქვა ან ისე. უნდა თქვა რომ არ გამოუშვებ, იმიტომ რომ არა ვარ რა ქრისტიანი რა. რა პრობლემა? მაგას არ ეთქვეს, მაშინ აღარ იცით როგორ ვირას იტყვის, ჩემი პრობლემა არა. დავამთავროთ რა. აი ეს თქვით, 1-2 სიტყვა თქვით და დავამთავროთ, მეც ვიტყვის 2 სიტყვით ოღონდ. თავისუფლება სინდისის პატიმრებს. აი გარი 2 სიტყვა. და პოლიტიკურ პატიმრებს და ეგ არ ვიცი, მე ვამბობ რომ დღეს საქართველოში არსებობენ სინდისის პატიმრები ღირსების პატიმრები, სხვათა შორის, ეხლა მერაბ კოსტავა დიდი ფიგურა იყო იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან დიდ წნეხში იყო, თუმცა მსგავს წნეხში არის ეს ხალხი, თუმცა შეიძლება ხარისხით არ იყოს იმ დონეზე, მაგრამ ღირსების შელახვის თვალსაზრისით უკათრევა და აშიშულებენ იქ ადამიანებს ხო და რაღაც ასწავლენ არ მინდა ეს მანიაკობა ამიტომ ამით არ დავამთავროთ ეხლა ხო და მე ერთ რამეს ვიტყვი მე გავიმეორე მერაბ კოსტავას სიტყვებს რომ თავისუფლება რომ მოვიპოვებთ მე იმას გაფრთხილება უფრო მეტად უნდა ვიდრე მოპოვება. ბატონო, მე უფრო ესეთნაირად ვიტყვი, ჩვენ დამოუკიდებლობას მივახსენებთ, მოვიპოვეთ, მაგრამ თავისუფლება თუ დავკარგეთ, იმ დამოუკიდებლობასაც დავკარგოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და დღევანდელი დღეს მადლობა ბატონო ნოდარ თოფურიძე ჩვენი ასე თქვა იურისტი, დოქტორი სამართლის დიდი მადლობა ამისთვის ბატონო ნოდარ განვაგრძოთ ამ თემაზე ლაპარაკს იმედია რომ შემხვედრ იმებს ნაბიჯებს და თანაკვეთის წერტილებს სტრატეგიულ სულიერ საკითხებში გამონახა და მერაბ კოსტავას დანაპირებს ასე თუ ისე შევასრულებთ
მადლობთ ყურადღებისათვის, კარგად ზანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე. მადლობა.